ჩვენ დავბრუნდით ეთერში თამარ ხულურდავა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ახლა ქუთაისიდან ხაზზე. გამარჯობა ქალბატონ თამარ, მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორი ოპოზიცია გყავთ დღეს ძირითადად მასთან გამკლავებას მოუნდა თქვენი რჩეული მომავალი მთავრობა. ნინო, ძალიან ცუდად შემოდის თქვენი ხმა. პირველ რიგში მოგესალმებით, რა თქმა უნდა, მივესალმებით ტელემაყურებელს, თუმცა კითხვის გამეორება უნდა გთხოვოთ უკაცრავად. როგორი ოპოზიცია გყავთ ქალბატონო თამარ? იმედია ახლა გესმით ჩემი. რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ოპოზიციამ, რა საერთო წერტილები შეიძლება გქონდეთ გარდა იმ განსხვავებებისა, რაც ჩვენმა აუდიტორიამ ისედაც ნახა თქვენი შეხვედრების დროს, როგორც ნაცმოძრაობასთან, ასევე პატრიოტთა ალიანსთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იცით, ჩვენ გუშინ ჩავატარეთ საკომიტეტო მოსმენები. მოგეხსენებათ, ესეც ძალიან აქტიურად გაშუქდა, სადაც საშუალება გქონდა ოპოზიციასთან ერთად დაგვესვა კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის. დღეს უკვე სხვა ფორმატია, დღეს ცალკე გქონდათ ოპოზიციის წევრებს შესაძლებლობა, რომ ესაუბრათ მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე და ეხლა მიმდინარეობს სწორედ უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის კანდიდატებთან, მთავრობის წევრების კანდიდატებთან. ის საკითხები, რაზეც ოპოზიცია საუბრობს და გუშინაც და რეალურად დღესაც არ ყოფილა დიდი სიახლე, მე ვიტყოდი. მათ აქვთ კრიტიკული კითხვები, აქვთ კითხვები, რომელიც მათ მიაჩნიათ ძალიან კრიტიკულად. მე მგონი ჩვენ ყველა კითხვაზე მოვისმინეთ ძალიან საინტერესო პოზიციები და გაიმართა მსჯელობა. ასე რომ თავარი ის არის, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, ყველა პოლიტიკურ გუნდს და მის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებით, თუნდაც ძალიან კრიტიკული, ზოგჯერ ძალიან უსამართლო, ჩემი აზრით, კითხვებით მიმართონ მინისტრობის კანდიდატებს. ქალბატონ თამარ, აი ხა ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, რომ მიმდინარეობს უმრავლესობის შეხვედრა მინისტრობის კანდიდატებთან, მომავალ პრემიერთან. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, განსაკუთრებული სიმწვავით ეს შეხვედრა არ გამოირჩევა. გასაგებია, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ, მაგრამ იყო ხელისუფლების წარმომადგენელი საკანონმდებლო შტოში. ტრადიციულად უნდა ნიშნავდეს თუ არა თქვენი აზრით იმას, რომ მთავრობა არ აკრიტიკო. ჩვენ დღეს ვერც ერთი მწვავე შეკითხვა თქვენი მხრიდან, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, მომავალი მთავრობის მიმართ დასმული ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ. თუ რამე მეშლება, შეგიძლიათ შემისწოროთ. იმიტომ რომ მე ეთერში ვარ პარალელურად და შეიძლება რამე გამოჩნდეს. მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან. კი, აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს აზრს ამასთან დაკავშირებით. ეხლა ბოლო რამდენიმე წუთი არ ვარ დარბაზში, თორე მანამდე, რა თქმა უნდა, სხდომას ვესწრებოდი და ვიცი რა, როგორ მიმდინარეობს ეს შეხვედრა. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მე სრულიად არ ველოდი იმას და მე მგონი არავინ არ უნდა ელოდეს იმას, რომ დღეს რაღაცა განსაკუთრებული აცდენები იქნებოდა პოზიციებში უმრავლესობასა და ჩვენივე პრემიერობის კანდიდატის მიერ დასახელებულ მთავრობის შემადგენლობას შორის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ განსახილველი თემა, რასაც ჩვენ დღეს ვიხილავთ, ეს არის პროგრამა მთავრობის და მთავრობის პროგრამა რეალურად რო ავიღოთ ძალიან დიდწილად ეფუძნება იმ საპროგრამო, ასე ვთქვათ, იმ პროგრამას, რომელიც ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ გუნდს, ჰქონდა წინასაარჩევნო და რაზეც ჩვენ უკვე რამდენიმე თვე ავსაუბრობთ საზოგადოებასთან. ეს პროგრამა იმდენად ნაცნობია ჩვენთვის და იმდენად ყველა ჩართული ვიყავით ამ პროცესში, რომ მე რაღაც განსაკუთრებულ კითხვის ნიშნებს ვერ დავსვამდი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის დღეს რაღაც განსაკუთრებული სიმწვავე. ჩვენ რო ვიყოთ იმ ეტაპზე, როცა მთავრობას უკვე ჰქონდა გარკვეული პერიოდი, ემართა ქვეყანა ამ პროგრამის მეშვეობით და ისინი დღეს რო ანგარიშს გვაბარებდნენ იმაზე, თუ რა გააკეთეს აქამდე, მაშინ ბუნებრივია, რომ მოლოდინები იქნებოდა გამართლებული, რომ გარკვეული მწვავე კითხვებით დასმულიყო. მაგრამ დღეს ჩვენ ამ სიტუაციაში არ ვართ და ეხლა კიდევ ერთი თემა არის, რაზეც ასევე მინდა რომ ჩემი პოზიცია გითხრათ, სადაც
როდესაც ვერ გავიზიარებდი ბოლომდე თქვენს პოზიციას, მე ვთვლი, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრისთვის, აი ამ მოცემულობის გათვალისწინებით, საკმაოდ კრიტიკული და მნიშვნელოვანი კითხვები დაისვა უმრავლესობის მხრიდან, ასე რომ ვერ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო კითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში, ეს არის კითხვები, რაზეც ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული ხედვები. პროგრამა არის ის თუ რა გვინდა გავაკეთოთ, რას გვინდა მივახციოთ. დღევანდელი ჩვენი კითხვები იყო იმასთან დაკავშირებული, თუ როგორ აპირებს მთავრობის ეს გუნდი, მთავრობის ეს წარმოდგენილი შემადგენლობა, რომ რეალობად აქციოს ის, რაზეც საუბარი არის პროგრამაში და მე აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ჩვენ სრულიად ბუნებრივ, ნორმალურ, თანამედროვე, დემოკრატიულ, გახსნილ პროცესს ვადევნებთ თვალყურს დღევანდელი უმრავლესობისა და მთავრობის კანდიდატების შეხვედრის სახით. ქალბატონ თამა, რაც შეეხება რამდენიმე მთავარ აქცენტს, რაც ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა, ერთ-ერთი იყო მაგალითად ნაციონალური მოძრაობის აქცენტი თქვენს ნაკლებ დამოუკიდებლობაზე, განსაკუთრებით პრემიერ კვირიკაშვილის მას გიგა ბოკერიამ უთხრა, რომ ნომინალური ფიგურაა, მას ოთარ კახიძემ უთხრა, რომ ნულია მისი წონა, არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ მას გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ კონკრეტული ელჩების წარმოდგენაშიც. მე მაინტერესებს თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის და მთავრობას რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს იმისთვის, რომ ეს იმიჯი, ეს სტიგმა ჩამოიშოროს, თუ კი ეს არ არის სინამდვილე. ნინო, ესეც დამეთანხმეთ, რომ ახალი თემა ნამდვილად არ არის. ამაზეც იყო საუბარი და ძალიან, ასე ვთქვათ, ამ თემაზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობა და ფაქტიურად ამაზე ქონდათ ეს წინასაარჩევნო მთელი კამპანია აგებული. მე მგონი ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ და ჩვენ აქედან უნდა გადავიდეთ რაღაც ახალ ეტაპზე. იმიტომ რომ არავის არ უნდა ნაციონალური მოძრაობის გარდა, მე ვფიქრობ ამაზე საუბარი. ეხლა მთავარი არის, რომ ის პროგრამული დაპირებები, რაც ჩვენ გვაქვს და ის ხედვები, რომელიც ჩვენ საზოგადოებას გავაცანით, რეალურად შესრულდეს, ეფექტურად შესრულდეს და სწრაფად შესრულდეს. ისე რომ ყველამ ჩვენ მოქალაქეებმა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა იგრძნოს თავის თავზე შედეგი აი ამ რეფორმების. აი ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ეხლა საუბარი იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიღაცამ არ დაგვაბრალოს რაღაცა, ვფიქრობ, რომ აი ჩვენ ამ რეჟიმიდან უნდა გამოვიდეთ. მე არ უპასუხებ საერთოდ აი ამ. დიახ, აი თუმცა თქვენ ჩვენთვის პირადადად შეურაცხმყოფელია. გასაგებია, ბუნებრივია, რომ ასეთია რეაქცია, მომავალი პრემიერის რეაქციაც იყო საკმაოდ მწვავე ამ კითხვაზე პასუხის დროს, განსაკუთრებით ოთარ კახიძესთან. უბრალოდ მე მინდა მაინც ვიკითხო, თქვენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი გაბარიათ, თქვენ თუ გსმენიათ ელჩებისგან მსგავსი ტიპის სკეპსისი, ან თუ გაქვთ ეჭვი, რომელი ელჩი საუბრობს თქვენს ოპოზიციასთან ამ თემებზე დახურულ თქვენ ზურგს უკან, თუ შეიძლება ასე ვიკითხო. ნამდვილად ასეთი პოზიცია არც ერთ ელჩს არ გამოუხატავს ჩემთან და ჩვენ ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ასე რომ მე ნამდვილად ამაზე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ჩვენი პრემიერ-მინისტრობის ეხლა კანდიდატი და აქამდე პრემიერ-მინისტრი და მომავალშიც პრემიერ-მინისტრი, მას შემდეგ რაც მას ნდობას გამოუცხადებთ, ნამდვილად აღიქმება როგორც ძალიან სერიოზული პოლიტიკური გუნდის, ძალიან სერიოზული ლიდერი და ადამიანი, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული გეგმები, აქვს უნარები, რომ ის რასაც ამბობს, აქციოს რეალობად. აი ეს არის ის აღქმა, რაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში არსებობს. ქალბატონ თამარ, დღეს თქვენს უშუალო კოლეგა ერთ-ერთ მომავალ მინისტრს ვიქტორ დოლიძეს პრემიერმა მომავალმა მისცა შენიშნა კაბელების საქმესთან დაკავშირებით მისი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების გამო. მან თქვა კიდეც, რომ ეს თითქოს და არ იყო სწორი, არც ერთი სიმართლის მარცვალი არ იყო და ეს ემოციური განცხადება იყო. მინდა აი თქვენ გთხოვოთ განმარტება, რას ნიშნავს ასეთი მიდგომა პრემიერის მხრიდან მინისტრთა კაბინეტის წევრების მისამართით. პრემიერი გეტყვის არ თქვა და აღარ უნდა თქვა, მით უმეტეს რომ აი დღეს ჩვენ ნახეთ უკვე რომ ვიქტორ დოლიძემ თქვა რომ ამ საქმეზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს. იცით ეს საქმეც, კაბელების საქმეც და ის თუ რომელი პოლიტიკური გუნდის, ასე ვთქვათ, მიერ იყო ამ საქმეზე ყველაზე მეტად აქცენტები გაკეთებული, არც ეს არ არის არავისთვის ახალი თემა, ხო? ვიქტორ დოლიძე მე ძალიან მიხარია, რომ არის დასახელებული კანდიდატად სახელმწიფო მინისტრობის, იმიტომ რომ ის არის პროფესიონალი, ის არის ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება ყველა სფეროდან მიღებული, როგორც ასევე
საპარლამენტო მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, დიპლომატიური მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. ჩემთვის ეს არის განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ესეთი პროფესიონალებით ივსება ჩვენი გუნდი და ერთად ჩვენ ვაპირებთ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის კეთებას. რაც შეეხება საქმეს, თვითონ კაბელების საქმეს, ხა არ ვიცი ამაზე რა განცხადებები უნდა გაკეთდეს. ეს არის საქმე, რომელიც სასამართლო დარბაზებში უნდა იხილებოდეს ჩემი აზრით და არა პარლამენტის სხდომათა დარბაზის მიმდებარედ. ეს არის საქმე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლოში, რამდენადაც მე ვიცი, სააპელაციო სასამართლოში უნდა მოხდეს ამ საქმის განხილვა, ცალკე არის კიდე საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება ამ საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობა თვითონ ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. მივცეთ საშუალება, რომ ხელისუფლების შტოს სასამართლო ხელისუფლებას, რომ მიიღოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება და ჩამოვშორდეთ ჩვენ პოლიტიკოსები ამ პროცესს, მე მგონი ეს იქნება ყველასთვის მისაღები და ყველაზე უფრო სწორი ამ სიტუაციით. ქალბატონ თამარა, თქვენი ოპონენტები ამ სასამართლოში მიმდინარე რამდენიმე კონკრეტული საქმის თემას მუდმივად ააქტუალურებენ ერთი კონკრეტული არგუმენტით, რომ სასამართლო დღეს ისევ რჩება პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ამ კონტექსტშია მუდმივად ექცება რუსთავიორის თემაც. რამდენად გასაგები შეიძლება იყოს მაყურებლისთვის პრემიერის ნათქვამი, რომ ამ საკითხში დიდად ვერ ერკვევა. რუსთავიორის თემა რამდენად უნდა იყოს ასეთი ერთ-ერთი საკითხი, რომელშიც შეიძლება პრემიერი ამ მთავრობის რომელიმე წევრი ან სერიოზული პოზიციის დამკავებელი თუნდაც პარლამენტში ვერ ერკვეოდეს. იცით რა არის, ჩვენ ვერ მოვთხოვთ ვერც პრემიერს, მე ვფიქრობ და ვერც მინისტრებს ან პარლამენტის წევრებს, რომ საქმეში ერკვეოდეს, იმიტომ რომ ხა საქმეში გარკვეულობა რას ნიშნავს, რომ უნდა იცოდე ყველა ნიუანსი და დეტალი. თორე ხა ზოგადად ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით მე მგონია, რომ ყველას აქვს, იმიტომ რომ ამ საქმეზე მუდმივ რეჟიმში მიდის მსჯელობა ღია სივრცეში, არა მარტო რუსთავიორის ტელეეთერში, არამედ ყველა ტელეეთერში, რომელიც საქართველოში მაუწყებლობს, მე მგონი და ამიტომ რა თქმა უნდა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით ყველას გვაქვს. მე ვფიქრობ, თუ ასეთი კომენტარი, მე უშუალოდ ეს კომენტარი არ მომისმენია დღეს ძალიან ასეთი რეჟიმი გვაქვს, ამიტომ შეიძლება ყველაფერს თვალი ვერ მივადევნე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ჩვენ ვიტყვით, რომ რაღაცა კონკრეტული და სიღრმისეულად ინფორმაცია თვითონ საქმის სასამართლოში მიმდინარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკოსებს შეიძლება არ ქონდეთ. და ფინალში, ქალბატონ თამარ, მინდა დავსვა დღის კითხვა, რომელიც ვერ დაიჭრდილა ამ პარლამენტში მიმდინარე დებატების მიუხედავად, ვიდრე თქვენ საუბრობდით ერთმანეთთან ოპოზიცია ხელისუფლება ამასობაში ლარმა თავის ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. მე მაინტერესებს თქვენი უშუალო მიმართულება ეს არ არის, ამიტომ ბუნებრივია მე თქვენ ვერც დაგისვავთ კითხვას სიღრმეებთან დაკავშირებით, თუმცა პრემიერმა შემიძლია გითხრათ თქვა, რომ ამაში ექსტრაორდინარული არაფერი გახლავთ, ვინაიდან ეს არის რაღაცა რეგიონული თვალსაზრისით ლარი არ გამოირჩევა თავისი ამ თქვა გაუფასურებით. მე მაინტერესებს თქვენი აზრით, რამდენად მისაღები პასუხი შეიძლება იყოს ეს თქვენი ამომრჩევლისთვის, რომელიც უკვე დაზარალდა მთელი ამ წლების განმავლობაში და მით უმეტეს უკვე დღეს კიდევ უფრო მეტად დაზარალდა ლარის გაუფასურებით. შემთხვევით უმრავლესობის ხდომაზე რაიმე კონკრეტული ხომ არ თქმულა ამ თვალსაზრისით, რომ გადმოგცეთ ეკონომიკური გუნდის მხრიდან დამაიმედებელი. ნინო, თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს ნამდვილად არ არის ჩემი ძლიერი მხარე და სამწუხაროდ რაღაც სიღრმისეულ ანალიზს ახლა ამასთან დაკავშირებით მე ნამდვილად ვერ გავაკეთებ და ვერ დავიბრალებ, რომ შემიძლია ეს მიზეზები სწორად და კარგად აუხსნა. თუმცა ის, რომ ეს არის თემა, რომელიც ყველას გვაწუხებს და ყველას გვეხება, არის ცალსახა. ეს არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებს ჩვენს მოსახლეობას და რომელზეც მუდმივად მიდის მუშაობა, როგორც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, ასევე სხვათა შორის პარლამენტის იმ შესაბამის კომიტეტებში, რომლებიც ამ თემაზე მუშაობენ და არიან პროფესიონალები და აქვთ ჩემგან განსხვავებით შეიძლება ითქვას უფრო ისეთი ცოდნა ამ სფეროში და შეუძლიათ ამ თემაზე მუშაობა. სამწუხაროდ მე მომიწია უმრავლესობის ხდომის დატოვება იმისთვის, რომ თქვენთან ყოფილიყავი და ის ეკონომიკური ბლოკის კითხვები ვერ მოვისმინე, რომელიც უმრავლესობის მხრიდან
დაისვა, ამიტომ ამასთან დაკავშირებითაც ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მე მზად ვიქნები ყოველთვის თქვენთან და სხვა ეთერებშიც და საზოგადოებასთან ზოგადად ვისაუბრო იმ თემებზე, რომელიც უშუალოდ უკავშირდება იმას, რის გაკეთებასაც მე შევძლებ საქართველოს პარლამენტში. სამწუხაროდ ეს საკითხი, ეს კონკრეტული საკითხი მიუხედავად იმისა, რომ მესმის მისი სიმწვავე, მისი სიმძიმე და ყველას გვეხება ეს საკითხი, ეს არ არის ის თემა, რომელზეც მე შემიძლია რომ ვისაუბრო. და ჩემი სულ ბოლო კითხვა პერსონალურად თქვენთან. აი თქვენ გყავთ ორი ტიპის ოპოზიცია, ერთი გახლავთ ნაციონალური მოძრაობა, მეორე პატრიოტთა ალიანსი. უკაცრავად ნინო ვერ გავიგე. დიახ, ორი ოპოზიცია. დიახ, მე მაინტერესებს ასეთი რამ. აი თამარ ხულორდავა, რომელიც სულ მუშაობდა დასავლურ ორგანიზაციებში, აქვს ასეთი განათლება, თითქოს და შესაძლოა ფასეულობებით უფრო ახლოს იყოს პერსონალურად ისეთ პერსონებთან, როგორც არის თქვა ელენე ხოშტარია, როგორც არის თქვა იგივე სერგი კაპანაძე და ნაკლებად იზიარებდეს იმ პათოს სიმღერებულებებს, რაც აქვს თქვა ირმა ინაშვილს, ადამ არშანიას და ასე შემდეგ. თქვენ ვინ უფრო გეიმედებათ იდეურ პარტნიორად ოპონენტთა შორის და აი ამ დღეებმა რა ტიპის სიახლეები დაგანახათ, თქვენ ახალი ხართ პარლამენტში და იპოვეთ თუ არა საყრდენები, რაც მაინც აუცილებელია მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საკონსტიტუციო უმრავლესობით ხართ ოპოზიციაშიც. მინდა გითხრათ, რომ ცოტა ხარვეზებით მესმის, ამიტომ მე მგონი მივხვდი დაახლოებით შინაარსს და შევეცდები, რომ აქედან გამომდინარე გიპასუხოთ. დიახ, ჩვენ უმრავლესობით ვართ პარლამენტში, ვართ საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუმცა თავიდანვე და ძალიან ნათლად, ცხადად, აშკარად და არაერთხელ განვაცხადეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, პარლამენტის სრულ შემადგენლობასთან, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებთან, ბუნებრივია. ხა, ნამდვილად ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თემების, პრიორიტეტების და საკითხების ირგვლივ, მე ასე ვიტყოდი. ჩვენი ხედვა საქართველოს მომავლის ცალსახად არის დასავლეთზე ორიენტირებული, საქართველოს ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მე ვიტყოდი და დღეს პრემიერმა თქვა, სხვათა შორის ეს არის მთავარი დღის წესრიგი ჩვენი ქვეყნის და მე სრულად ვიზიარებ აი ამ სიტყვებს, რომელიც მან დღეს უმრავლესობის ხდომაზე თქვა. ამ პოზიციებში ჩვენ გვაქვს თანხwebdriver, თქვათ იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან, მათი გაცხადებული კურსიც არის ასეთი. თუმცა ამ გაცხადებულ კურსს სჭირდება კიდევ აქტიური ქმედებები იმისთვის, რომ დაასაბუთო და დაამტკიცო ის, რომ შენთვის ევროპული ღირებულებებია, სწორედ ძირითადი ღირებულებები. მათგან მე მგონი ჩვენ აი ეს მომენტი განგვასხვავებს. ჩვენ გვაქვს გაცხადებული პროევროპული კურსი, გვაქვს გაცხადებული დასავლეთისკენ მიმართული ორიენტაცია, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ცხოვრების სტანდარტი საქართველოში დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, სწორედ ამას გულისხმობს ევროინტეგრაცია. ზოგჯერ ჩვენს მოსახლეობას, სხვათა შორის ჩვენს მოქალაქეებს და ზოგჯერ ჩვენს პოლიტიკოსებსაც გონიათ, რომ ევროინტეგრაცია ეს არის საგარეო პოლიტიკური კურსის საკითხი. ეს არ არის მხოლოდ საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური პრიორიტეტი. ევროინტეგრაცია გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან ცხოვრების დონე უნდა გახდეს ისეთივე, როგორიც არის ევროპაში და ევროპული ცხოვრების დონე გულისხმობს ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს, გულისხმობს უკეთეს გარემოს, გულისხმობს უკეთეს გადათლებას, გულისხმობს უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას და სოციალურ სისტემებს, გულისხმობს უკეთესი ხარისხის საკვებს, უკეთეს, ვთქვათ, ხარისხის სათამაშოებს ჩვენი შვილებისთვის. ეს არის მთელი რიგი საკითხები, რაც მოიაზრება აი ამ ევროპულ ინტეგრაციაში. ჩვენ აი ჩემი სურვილი იქნებოდა ჩემი პარლამენტში მოღვაწეობის პერიოდში, რომ